იცი ეს ხრიკი როგორ უნდა აიყვანო კვადრატში რიცხვი, რომელიც 10-ით იწყება? მაგალითად, თუ მინდა რომ 105 ავიყვანო კვადრატით, ნიშნავს რომ 105 უნდა გავამრავლო 105-ზე. ასე არ მოვიქცევი და გავაკეთებ ასეთ რამეს. ერთეულებში რაც მიწერია, იმას გავიყვან კვადრატში და დავწერ ბოლოში და ეს იქნებოდა 25-ის ტოლი და მთლიან 105-ს მივუმატებ ერთეულების ციფრს. 105-ს რო 5 მივუმატო, არის 110 და დავწეროთ მის წინ. მაგალითად, დავწეროთ 107-ის კვადრატი, 7-ის კვადრატი არის 59 და დავწეროთ ბოლოში და 107-ს რომ კიდევ 7 მივუმატოთ, იქნება 114. მაგრამ როგორ ვიქცევით, როდესაც 102 მინდა ავიყვანო კვადრატში? რადგან 2-ის კვადრატი არის 4 და მე აუცილებლად ორი ციფრი უნდა დავწერო ბოლოში, ამიტომ დავწეროთ აქ 0,4 და 102-ს რო 2 მივუმატოთ, იქნება 104 და ასე შეგვიძლია ავიყვანოთ კვადრატში. მოდი ამის კვადრატი თქვენ დაწერთ. მე მგონი ძალიან მარტივი გზაა იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ მეტი мотиваცია მივცეთ ბავშვებს სწავლის და ეს ხრიკიც დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მოეწონებათ ბავშვებს. ესე რომ გაუზიარეთ თქვენს მეგობრებსაც და მეტი ინტერესით გაუჩინოთ ერთად ბავშვებს მათემატიკის სწავლის. ერთად გავიწყდეს გვერდის გამოწერა და მეგობრებისთვის ამ ვიდეოს გაზიარება.